არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ეს ხალხი აქ კომფორტს განიცდის ახლა, აქ მოსვლით. ამით ესაა მათი სტრატეგიის ნაწილი, ამით უმტკიცებენ ივანიშვილის, რომელიც ნაწილი არის ამ რეჟიმის ერთგულებას. და ძალიან სუსტ მდგომარეობაში ყოფი ხალხი ცდილობს აი ესეთი პოზა დაიჭიროს, თითქოს ისინი არ ნერვიულობენ. სინამდვილეში აქ მათ მოსვლა ნამდვილად არ სიამოვნებთ, რბილად რო ვთქვათ. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად თითოეულ მათგანს მრავალ მილიონ დოლარად შეფასებული სასახლე აქვს. წარმოუდგენლად კორუმპირებული კლანია, ხო? ნებისმიერ მათგანის სასახლეში შეიძლებოდა აი მსგავსი სუფრა გაეკეთებიათ, ხო? არა, აი განგებს ზისპირას, აი პრაქტიკულად გამჭვირვალე რესტორანში აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. ეს ადამიანები, რომლებსაც ნაწამები ხალხი, ბიჭები მიუყვანეს სპეციალურ საწამებელში ნაწამები ადამიანები და კითხვაც კი არ დაუსვიათ, მტკიცებულებებიც კი არ გამოურკვევიათ. ისე გაუგრძელეს წამება და 51 ახალგაზრდა ყავთ ციხეში გამოკეტილი და სანამ ის მიზნები და ამოცანები მიღწეული და შესრულებული არ არის, რისთვისაც ის ბიჭები არიან დღეს უკანონო ციხეში, მათ განსაკუთრებით ამ ქალაქში და არა მხოლოდ ამ ქალაქში ყოველთვის მოუწევთ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა. ეს პროტესტი გაგრძელდება და გრძელდება მანამ, სანამ შედეგი არ დადგება და შედეგი იქნება მხოლოდ დამაკმაყოფილებელი ერთ შემთხვევაში. ივანიშვილის რეჟიმი აღარ იარსებობს, როგორც ანტიპოლიტიკური მოვლენა ამ ქვეყანაში, როგორც ჩვენი იდენტობის მტერი, როგორც მომავლის აწმოს და წარსულის მოწინააღმდეგე რბილობები. სანამ ეს ხალხი არის იქ, სადაც არ უნდა იყოს, არ იქნება პროტესტი გაგრძელდება ყველგან და ყოველ დღე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ხალხი ნაძალადევად არის დღეს აქ შეყრილი. შეუძლებელია შენეხა სუთხის და ხიზილალის ჭამად, არ ვიცი, კიტრი პომიდორის და ხაჭაპურის გზიამოვნებდეს აი ასეთი გამწარებული შვილების, დედების გვერდის ავლით და ობსტრუქციის პირობებში შეუძლებელია, ხო, მათაც უყავთ შვილები, მშობლები, ხო, შეუძლებელია, რომ შენი არ განიცდიდნენ რაღაცა თვალსაზრისით, მაგრამ ასე მოითხოვს ამ წუთას, ამ ეტაპზე მათი კორპორატიული, ასე თქვა, რაღაცა წესი, რიგი, რომ როცა უჭირთ ყველაზე მეტად, თითქოს ასეთი იერი უნდა მიიღოს, რომ მათ ეს არ ანაღვლებ. სინამდვილეში დიახაც ძალიანად დიდ დისკომფორტს განიცდიან და რა თქმა უნდა, აქაც რუსთაველაძის და ყველგანაც უნდა ვიყოთ ყველგან, სანამ ეს ადამიანები არ დანებდებიან და ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ვამბობ, გარდა იმისა, რომ ჯალათები არიან, გარდა იმისა, რომ სასამართლოს გარდა ყველაფერი არიან და არიან მათრახი ივანიშვილის ხელში, ეს არ არის სასამართლო. მურუსიძე სასამართლო არის რეჟიმის ხელში მათრახი. სანამ ეს კორუმპირებული ადამიანები ადრე თუ გვიან იმ მოპარულსაც არ დაუბრუნებენ ხალხს. აი ეს არის ის რაც ხდება.